აბა სპორტი უნდა გაიხსენო, გიო. სპორტი ყველა მოგებაზე ლაპარაკობს და მაგარია. მე ცოტა წაგებაზე ვიტყვი რა. ვიდი არა. ქართული დედაჭიდაობა ეხა ჩვენი ცხოვრებაა, ქართული დედაჭიდაობით გავიზარდეთ. კარგი 1-5 წელი მიმყავდა. სოფელში რომ ჩავდიოდი, ყოველთვის ანუ არ არსებობდა ქართული ჭიდაობის დღესასწაულებზე როცა იმართებოდა შეჯიბრი რომ არ მეჭიდავა რა. ერთ-ერთი შეჯიბრზე წავედი და ესეთი სიტუაციაა რომ ყველგან საჭიდაო სცენა არის დაბლა და მაღლიდან უყურებენ. ანუ დაბლა ჭიდაობენ, მაღლიდან უყურებენ და ამ ადგილზე იყო სცენა 1 მეტრ-ნახევრით მაღლა და დაბლიდან უყურებდა ხალხი. აჰა. ფინალურ შეხვედრას ჭიდაობ. ადგილობრივი ძალიან საყვარელი, მოწესრიგებული ბიჭი, ოღონდ ადგილობრივი ნავარჯიშებელი რა. და ნუ რაღაც უგებ რა ისეთი 3-0 ან 4-0 ესე უგებ და მინდა რომ რაღაც ლამაზი გდება გავაკეთო რა რომ აი ხალხს თავი მოვაწონო რაღაცა და ნუ ჩემი საყვარელი ფანდი იყო ამოსმული ესე ვია რა და გავისწორე ეს ბიჭი ძალიან კარგად რა და ამოუსვი ფეხი ავაცდინე აი რო ავაცდინე დაახლოებით აი იმ ბიჭის სახემდე ახვდი შემეკრა და გამისროლა. ანუ რაღაც პერიოდი ვიფრინე. და რო დავეცი, ესე დავეცი და თავი ავწიე, არავინ არ ჩანს ჩემ წინ. მოვტრიალ და კრუგის გარეთ თავი გადაგდებული. ანუ კრუგის გარეთ გამომისროლა. მივედი ძმაური, აუწიე ხელი შენ. ჩაევალა მოგებათ. მასეთ რაღაცას რო კაცი გააკეთებს, სულ მომხლებზე დადგე ეთვლება.